საღამომშვიდობისა თქვენ უყურებთ ვახოს ანაიას ამბებს. Ჩემთვის დარჩენილია 3 დღე ამ ზღვის გადმოლახვამდე, ხოლო ჩვენთვის და საქართველოსთვის ეს არის 3 დღე გამარჯვებამდე. შევხვდებით გამარჯვებულ საქართველოში, ასე დაასრულა ვიდეო მიმართვა ვარდების მოედანზე შეკრებილი ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერებისადმი ზღვის ფონზე მდგარმა მიხეილ სააკაშვილმა. ოპოზიციურმა პარტიამ საპარლამენტო არჩევნებამდე შემაჯამებელი შეხვედრა თბილისის ცენტრში გამართა. ყოფილი ხელისუფლება დაბრუნებას აანონსებს. არჩევნებამდე 3 დღე რჩება. ზუსტად 3 დღეში საქართველოში სამუდამოდ დასრულდება ერთი ახირებული რუსი ოლიგარქის ექსპერიმენტი, რომელმაც გადაწყვიტა ჩვენი ერის დაქუცმაცება, შეჩერდება 9 თვის ბავშვის კვლელობით და ცოცხებით მოსული ხელისუფლების მიერ გამოწვეული დაპაუზების და უყუსლის პოლიტიკა და საქართველოს ისევ გააგრძელებს წინსვლას. ზუსტად 3 დღეში საქართველოში დასრულდება დიდი ქოციანობა. ჩვენ არჩევნების მოგებას ვაპირებთ ასე: სიმშვიდით, ერთად დგომით, სიბრძნით, პატრიოტიზმით, გულით, გონებით. ეს არის ჩვენი პასუხი ყველა იმ გამოწვევაზე, რომელსაც ჩვენ გვიქმნიან. თუ ვინმეს იმედი ქონდა, რომ შეგვაშინებდა, დაგვაშინებდა, რომ უკან დავიხევდით, რომ ადამიანები აღარ გამოვიდოდნენ გარეთ, რომ დღეს თქვენ აქ არ მოხვიდოდით და ეს აქცია ვერ შედგებოდა და ჩვენი გამარჯვება ვერ შედგებოდა, ძალიან მწარედ გაუძრუეთ იმედი თითოეულ ასეთ ადამიანს ჩვენი აქ ყოფნით, ამ აქციით და ამ ერთიანობით. ჩვენ ყველას ვაჩვენებთ, რომ ჩვენ არაფრის არ გვეშინია. ჩვენ არა გვაქვს გასაყოფი და დასაჯიჯგნი ქვეყანა. ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანი და ერთიანად წავიყვანოთ ჩვენი ქვეყანა წინ. მიშა დაბრუნდება ქართულ მიწაზე, დაბრუნდება არა რევოლუციური სცენარით, რისიც ჩვენს ოპონენტებს ეშინიათ, არამედ ჩვენი გამარჯვების შემდეგ ახალი თავრობის პირობებში, როცა სასამართლო განთავისუფლდება პოლიტიკური ზეგავლენისაგან და ეს მოხდება მალე. ეს რაც შეეხებოდა აქციას. კიდევ ერთი თემა, რომელიც დღეს აქტუალურია, ვინ დგას გივით არგამაძის მანქანის აფეთქების უკან გამოძიების პასუხამდე პოლიტიკური შეფასებები კეთდება. მიუხედავად იმისა, რომ დანაშაულის მოტივი საბოლოოდ გამოძიებამ დაადგინოს, გვაქვს მყარი საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ეს აქტი პირდაპირ არის დაკავშირებული საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ და საარჩევნო პროცესებთან. შემაშფოთებელია, რომ დანაშაულებრივი აქტის განხორციელებისთანავე ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელთა მხრიდან გაისმა ბრალდებები ქართული ოცნების და ხელისუფლების მიმართ, რასაც ჩვენ ვერ დავტოვებთ მკაცრი რეაგირების გარეშე. უწოდებთ ყველა ადგილობრივ და საერთაშორისო საადამკვირვებლო ორგანიზაციას განსაკუთრებული ყურადღებით ააკვირდნენ დღევანდელი აქციის მიმდინარეობას, აგრეთვე საარჩევნო პროცესებს მომდევნო 3 დღის განმავლობაში, რათა აღიკვეთოს ვითარების დესტაბილიზაციისა და პროვოკაციების მოწყობის ყოველგვარი მცდელობა. კარგია, რომ გადარჩა გივი ამ ტერაქტს. რაც შეეხება შეფასებას, ის რომ ქუჩაში კლავენ ახალგაზრდებს კალაშნიკოვით, ის რომ შუა ვაკეში მიმდინარეობს სროლა და კლავენ ადამიანს, ის რომ კოლმეურნეობის მოედანზე აფეთქებენ დეპუტატს, მე მგონია არის აბსოლუტურად ნათელი თუ რა მდგომარეობაში ქვეყანა და საით მიდის. ამიტომ რა თქმა უნდა პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას. ველოდებით ყოველ წუთს შინაგან საქმეთა სამინისტროს და სპეციალური სამსახურების მიერ ბრიფინგს განცხადების გაკეთებას, რეალურად რასთან გვაქვს საქმე, რა მოხდა, წინ წაიწია თუ არა გამოძიება, რათა უსწრაფესად მოხდეს ამ საკითხის გამოძიება. გუშინდელი ფაქტი სამწუხაროდ არის ლოგიკური გაგრძელება იმ პროცესის, რომელსაც ერთი მხრივ სახელმწიფო პარტია ქართული ოცნება და მეორე მხრივ ყოფილი სახელმწიფო პარტია ნაციონალური მოძრაობა ამკვიდრებენ ქვეყანაში და როდესაც სიძულვილე არის მთავარი იარაღი არჩევნებში გამარჯვების, მაშინ ასეთი სამწუხარო და ტრაგიკული ფაქტები არ არის გამორიცხული. ეს ყველაფერი ხდება იმისთვის, რომ ჩვენზე საქართველოს მოქალაქეებზე ვიღაცებმა მოახდინონ ისეთი გავლენა, როგორიც მათ სურს. მათ უნდათ, რომ ჩვენ აგვამოქმედონ მათი ინტერესების შესაბამისად. ბუნებრივია ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ გამოძიებული იქნას ეს ფაქტი ძალიან სწრაფად, თუმცა თუ გავითვალისწინებთ ხელისუფლების მიერ ჩატარებულ გამოძიებებს, რა თქმა უნდა, იმედი არ მაქვს, რომ სიმართლეს გავიგებთ ამ ფაქტთან დაკავშირებით.
ჩვენს პოლიტიკურ შეფასებას იმ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით, რაც გუშინ საღამოს განხორციელდა თბილისში, უმნიშვნელოვანეს საპარლამენტო არჩევნებამდე 3 დღით ადრე, ამასთან დაკავშირებით სურს განაცხადოთ, რომ მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას. წარმოგიდგენ ჩვენი გადაცემის სტუმრებს ზაზა ხუციშვილი, ქართული ოცნება, მანანა ნაჭყებია, პაატა ბურჯულაძე, მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის, გიორგი ახვლედიანი, ნინო ბურჯანიძე, დემოკრატიული მოძრაობა და ჩვენ სულ ცოტა ხანში შემოგვიერთება ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი სევდია უგრეხელიძე. დიდი მადლობა გადაცემაში მობრძანებისთვის. ბატონ ზაზა, თქვენ მინდა გთხოვოთ პირველ რიგში დავიწყოთ საუბარი აქციით, რომელიც დღეს დედაქალაქის ცენტრში გაიმართა და მოვისმენთ თქვენს შეფასებას ამ აქციასთან დაკავშირებით. დღეს ნაციონალურმა მოძრაობამ მოგეხსენებათ გამართა შემაჯამებელი შეხვედრა, მიტინგი თავის მომხრეებთან. არავინ არ არის იმის ყველა ვიზიარებთ იმას, რომ ქვეყნის მასშტაბით 150,000 ამომრჩეველი ერთგული ნაციონალურ მოძრაობას ყავს. იმის მიხედვით, როგორი აქტიურობა იქნება არჩევნებზე, წლიდან წლებზე ასე გრძელდება, ეს მაჩვენებელი ან არის მეტი, ან არის ნაკლები. რაც უფრო მეტი ხალხი მოვა, პროცენტულად ისინი აიღებენ, რა თქმა უნდა, ნაკლებ ხმებს, იმიტომ რომ მათ მომატების არანაირი რესურსი არ გააჩნიათ, ახალ მხარდამჭერებს ისინი ვერ იძენენ. რა თქმა უნდა, მათ მოახერხეს ამ ჩემს მიერ დასახელებული ხალხის რაოდენობის დაახლოებით 10%-ის მობილიზაცია. ეს მოედანი არის დაახლოებით 4-5,000 კვადრატული მეტრი, ინტენსივობა რა თქმა უნდა სცენასთან მეტი იყო და ბოლოში ნაკლები, ამიტომ ჩემი ანგარიშით დაახლოებით 14-15,000 კაცი შეიძლება ყოფილიყო ამ მიტინგზე. ამას არავინ არ უარყოფს, მაგრამ ეს გამარჯვებისათვის რა თქმა უნდა არ არის საკმარისი. ჩემი ასე ვთქვათ, ანალიზი და პროგნოზი არის ასეთი, რომ დაახლოებით აი რაც მე ვთქვი, ამ პროცენტში იქნება მათი შედეგი. რაოდენობაზე არის სხვა ვერსია, მაგრამ ამაზე რომ სხვა საკითხზე რომ გავაკეთოთ ახლა აქცენტი, მაგალითად იმაზე, რა გზავნილებიც იყო ამ აქციაზე, რომ სააკაშვილის განცხადება, რომ ის დაბრუნდება ძალიან მალე საქართველოში. მოისმინეთ რაიმე ისეთი, რაც თქვენთვის ყურადსაღები იყო ამ აქციაზე. ვერაფერი ახალი ვერ მოვისმინე, გარდა იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილი ახერხებს და იმ ნეიტრალურ ადამიანებს, რომლებიც გაურკვეველი იყო თავის არჩევანში, ძალიან კარგად აუხსნა, ვინ არის სიის პირველი ნომერი, ეს ისედაც კარგად იცოდნენ, ბატონ ბაქრაძეს არავინ რო არაფერს არ ეკითხებოდა ნაციონალურ მოძრაობაში და არც ერთ თათბირს რო არ დასწრებია, ეს ყველამ ძალიან კარგად იცის, სიის პირველი ნომერი არის მიხეილ სააკაშვილი და მინდა გითხრათ, რომ მას შემდეგ რაც ეს კარგად გაიგო საზოგადოებამ, დაახლოებით 6-7%-ით არის ჩვენი პარტიის რეიტინგი მომატებული და იმ ადამიანების რიცხვი დაახლოებით 10%-ით შემცირდა, ვინც არ იყო გარკვეული. ამიტომ ეს მუხტი, რომელიც საერთოდ იწევა ხოლმე არჩევნების წინ, ამ შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილმა სხვების სასარგებლოდ აწია. თქვენი შეფასებები და აქცენტები დღევანდელ მიტინგთან დაკავშირებით. მოგესალმებით პირველ რიგში, რა თქმა უნდა, საქართველოს ახსოვს ბევრად უფრო მრავალრიცხოვანი მიტინგებიც, 60,000 ადამიანი გამოყავდა ოპოზიციას მაშინ, როდესაც ოპოზიციური მოძრაობა იყო, ამიტომ ნაციონალური მოძრაობის მხრიდან მე არ ამგონია ხა რაღაცა განსაკუთრებულ მოვლენაზე ისაუბრონ, მაქონდეთ უფრო სწორად უფლება, რომ რაღაც განსაკუთრებულ მოვლენაზე ისაუბრონ. ცხადია ვეთანხმები ბატონ ზაზას, რომ ჩვენ ვიცით, რომ ნაციონალური მოძრაობას ყავს გარკვეული რაოდენობის ამომრჩეველი, ამ ამომრჩევლის რაოდენობა შესაძლოა მეტია ვიდრე დღეს იყო წარმოდგენილი, მაგრამ ეს რა თქმა უნდა არ არის საკმარისი იმისთვის, რა მიზანსაც ისახავს ნაციონალური მოძრაობა. რაც შეეხება გზავნილებს, იცით, გზავნილები ისმის ორივე მხრიდან, ისმის ნაციონალური მოძრაობიდანაც, ისმის ქართული ოცნებიდანაც, ორივე მხრიდან ისმის ასეთი გზავნილი რო დასრულდება და ვეთანხმები ორივეს. მართლაც დასრულდება 9 თვის ბავშვით, 9 წლიანი მმართველობით, რაღაცა უნიათოს წამოძახებით, თქვენ ადამიანებს აწამებდის წამოძახებით მართული ქართული პოლიტიკა. ეს ყველაფერი დასრულდება ორპოლუსიანი ქართული პოლიტიკა, იმიტომ რომ მომავალი პარლამენტი აუცილებლად იქნება მრავალპარტიული, დასრულდება ის, რასაც ამდენი ხნის განმავლობაში უყურებდა და ბოლო დღეებში თვალნათლივ დაინახა ქართულმა საზოგადოებამ და ქართულმა ამომრჩეველმა, რომ თუ ჩვენ გონივრულად არ მიუდექით ამ არჩევნებს, თუ ჩვენ არ გავაკეთეთ არჩევანი ჩვენი ქვეყნის მართლაც უფრო მშვიდი და სტაბილური მომავლის სასარგებლოდ, გვექნება ეს, რაც ჩვენ ვიხილეთ გუშინ რუსთავიორის თუ
გუშინ რუსთავიორის სტუდიაში, რასაც უყურებთ ამ დღეების განმავლობაში და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ყველაფერს წერტილს დაუსვამს და დაასრულებს ქართველი ამომრჩეველი 8 ოქტომბერს. რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს თუ კი გავითვალისწინებთ კვლევებს რომ სადაც აი ორ კვლევას თუ ავიღებთ ბოლო ორ კვლევას სადაც სხვადასხვა სურათი ჩანს. ხომ არ მოხდა ისე რომ ამ ბოლო პერიოდში ეს შუა თუ არ გაიკრიფა დასუსტდა მაინც გარკვეულწილად, იმიტომ რომ იმ კვლევებში ბარიერს მაინც და მაინც ვერ ლახავენ თუნდაც თქვენი პოლიტიკური ბლოკი. კი ბატონო, გასაგებია რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ ეს არ მომხდარიყო. ანუ მრავალპარტიული პარლამენტი არ მიიღო საქართველოს. ამაში თავისი წვლილი მიუძღვის ქართულ ოცნებასაც, თავისი წვლილი მიუძღვის ნაციონალურ მოძრაობასაც. ნუ ვიტყვით, რომ აქ უცოდველია ქართული ოცნება. ბუნებრივია ქართულმა ოცნებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ისევ ეს მოცემულობა იყოს. ბუნებრივია მათ აწყობთ, რომ ისევ ნაციონალური მოძრაობა იყოს მათი ოპონენტი, რომ მუდმივად კონდეთ წამოსაძახებელი და ბუნებრივია მათ არ უნდათ რომ არ ვიცი შუა ცოტა ცუდი სიტყვაა მათ არ უნდათ რომ იყოს მრავალპარტიული პარლამენტი შუა ნამდვილად არ ნიშნავს იმას რომ არც იქეთ არის და არც აქეთ არის შუა ნიშნავს იმას რომ არიან ადამიანები არიან პოლიტიკოსები რომლებსაც შეუძლია თავიანთი ქვეყნის მომავალი სულ სხვანაირად წაიყვანონ პოლიტიკა სულ სხვანაირად წაიყვანონ და ნიშნავს იმას რომ მათ შეუძლიათ აი ეს ორი ძალიან რადიკალურად დაპირისპირებული ძალა დააშორიშორონ ერთმანეთისგან არ დატოვონ მუდმივად ერთმანეთთან ოპონირების რეჟიმში. აი ეს არის ჩვენი ქვეყნის ძალიან სასარგებლო პროცესი და მე დარწმუნებული ვარ ეს აუცილებლად. ბატონ გიორგი, თქვენი აქცენტები დღევანდელ აქციასთან დაკავშირებით, თქვენი შეფასება და თქვენი პოლიტიკური ძალის. მოგესალმებით, მივესალმებ მაყურებელს. მე მაინც მგონია რომ განსაკუთრებული წიაღსვლების კეთება და ანალიზის კეთება და ხა შეფასებები იმისა თუ როგორ შეკრიბა რამდენიმე ათასი კაცი ნაციონალურ მოძრაობამ ეგრეთ წოდებულ ვარდების რევოლუცია ესა მოედანზე მე მგონი არ ღირს და ცოტა გადაჭარბებული შეფასებითი კონტექსტი არის ნაციონალური მოძრაობისათვის თვითონ. ეხლა ჩამოიყვანა რამდენიმე ათასი კაცი ამ პოლიტიკურმა პარტიამ რეგიონებიდან და რაიონებიდან ნახეთ რა ხდებოდა ასე ვთქვათ იმ ვაგზლებზე სადაც მიკროავტობუსები და ავტობუსები ჩამოვიდნენ ეს ადამიანები სოფლებიდან ბევრი მათგანი ეტყობოდა რომ აბსოლუტურად პირველად იყო თბილისში მაგრამ მაგას მნიშვნელობა არ აქვს და უბრალოდ სამწუხარო ის არის რომ აი ეს ადამიანები რომლებიც ალბათ კონკრეტული გასამრჯელოს მიღების ხათრით დათანხმდნენ იმაზე რომ წამოვიდნენ ხა ამ შემთხვევაში და მიშა იძახონ გახადეს მთელი თბილისის სალანძღავი ასე ვთქვათ ობიექტები და ძალიან ცუდი რამ იყო დღეს თბილისში. როდესაც მთელი თბილისი ამ ადამიანებს ეუბნებოდა რომ ნუ თუ არ გცხვენიათ ვის უჭერთ მხარს, ნუ თუ არ გცხვენიათ რომ იღებთ იმაზე პასუხისგებლობას, რა თქმა უნდა მორალურს, მაგრამ მაინც პასუხისგებლობას, რომ ამ ადამიანმა დახოცეს, მოკლეს, გაუპატიურეს, აწამეს, ნახევარი საქართველოს ციხეში ჩასვეს, უზარმაზარი დანაშაულებები ჩაიდინეს. ეს ადამიანები ვინც იქ დგანან ჯერ კიდევ ალბათ ხوارიან პასუხისმგებლები მორალურად, როდესაც ამართლებენ თავისი იგდგომით პოლიტიკურ დამნაშავე პარტიას. ეს ხო ფაქტია. შეიძლება ისინი ამას ვერ იაზრებენ ბოლომდე და ვერ ხვდებიან რომ ეს მათი პასუხისმგებლობაც არის, მაგრამ ეს უნდა უთხრათ მათ. და დღეს მთელი თბილისი ეუბნებოდა ხშირ შემთხვევაში ძალიან ასე თქვა უხამსი ფორმით. და ეს ძალიან ცუდია, როდესაც ასეთ რამეს უყურებ ქვეყანაში. და თავი ამ ყველაფრის ასე თქვა განმახორციელებელი ძალა. ეს არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც პოლიტიკაში კი არ უნდა იყოს ნაციონალური მოძრაობა, არამედ უნდა იყოს ციხეში. მისი ლიდერების აბსოლუტური უმრავლესობა. ყველას არ ვლაპარაკობ რა თქმა უნდა. ვისაც ჩადენილი აქვს დანაშაული და ეს დანაშაული რო არის უზარმაზარი რაოდენობის ნებისმიერმა ქართველმა იცის. მაგრამ აქ არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა და მე ვეთანხმები ხალბატონ მანანას, მაგრამ ვერ დავეთანხმები ერთ რამეში, რომ ეს არ არის ორი პოლიტიკური ძალა, რომელიც არის ერთმანეთთან რადიკალურად დაპირისპირებული. ეს არის ორი პოლიტიკური ძალა, რომელიც არის ერთმანეთთან კოჰაბიტირებული. ეს არის ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც ძალიან კარგად ხელს აძლევს ერთს მეორეს პირველი. რომ ნაციონალური მოძრაობა არის იდეალური ოპოზიცია ქართული ოცნებისათვის, იმიტომ რომ არის პრაქტიკულად გაკოტრებული პოლიტიკურად და საზოგადოების თვალში ის არის დამნაშავე პოლიტიკური და ყოველთვის მომგებიანია. რაც უნდა ჭკვიანური თუ სულელური თქვას დეპუტატმა პარლამენტში ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა ქართულ ოცნებას გამოცხარი აქვს მზად სათქმელი პასუხი. პასუხს ვერ ცემენ რეალურად რომ თქვა ქვეყნის განვითარების კონტექსტში რაღაც დარგთან მიმართებაში რაღაც კანონთან დაკავშირებით, მაგრამ ცემენ პასუხს რომ აი თქვენ ხო მკვლელები ხართ, რაზე უნდა გელაპარაკოთ და ძალიან კომფორტულ მდგომარეობაში არიან. ნაციონალური მოძრაობაც შესანიშნავად კომფორტულად
იყენებს ამ თემას და დღეს აი იგივე კვლევებზე რო იყო საუბარი. ძალიან კონკრეტულად ორი პოლიტიკური პარტიის მიერ კონტროლირებადი ტელევიზიების მეშვეობით ხდება საზოგადოებრივი აზრის კვლევა კი არა, საზოგადოებრივი აზრის ფორმირება. ზომბირება ხო, მათ შორის რა თქმა უნდა პარალელურად ზომბირება. იმიტომ რომ აი მათ ეუბნებიან რომ მეგობრებო, არა აქვს არავითარი მნიშვნელობა სხვას დაუჭირო მხარი. შეიძლება კი უჭერ მხარს, მაგრამ დაიკარგება შენი ხმა, იმიტომ რომ აი ნახე ორი პოლიტიკური პარტია გადადის ბარიერ. რა მნიშვნელობა 25 რომელსაც აქვს და 26 რომელსაც აქვს. ნუ რუსთაველმა საერთოდ მოხსნა ყველანაირი რეკორდი გაუსწარითო ხელისუფლებაზე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ხელისუფლების კონტროლირებადი ტელევიზიებიც ამას აკეთებენ, რომ ეს არის ორი პოლიტიკური პარტიის შანსი გადალახონ ბარიერ. წინადადებას დავასრულებ. ჩვენ დემოკრატიულ მოძრაობას ამისი არ გვეშინია და ჩვენ ამორჩევას ერთი მარტივი მიზეზის გამო. იმიტომ რომ დიდი გამოცდილება გვაქვს. ადგილობრივი არჩევნების წინ პროცენტ ნახევარი დაგვიწერეს დემოკრატიულ მოძრაობას. ავიღეთ 13%, 12.8. საპრეზიდენტო არჩევნების დროს იყო პროცენტი და 1.8, მაგრამ დემოკრატიული მოძრაობის ლიდერმა აიღო 10.8%. ანუ ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ეს ხელოვნურად манипуლირებადი თემები არ არის რეალობა სხვა არის ვიდრე ეს კვლევებში ჩანს. გავატონ სევდია. ეს აქციონებზე გამოჩნდება ვახტანგ ძალიან კარგად. აქ შეფასებები გააკეთეს პოლიტიკური ძალების წარმომადგენელმა დღევანდელ აქციასთან დაკავშირებით. თქვენ დიახ, თქვენ არ გქონდათ შესაძლებლობა ეს მოგესმინათ. ხო, ალბათ განწყობებსაც ხვდებით. დღევანდელმა აქციამ დაგარწმუნათ თუ არა იმაში, რასაც ბოლო დღეების განმავლობაში ამბობდით თქვენი პარტია და ლიდერები, რომ ემზადებით ხელისუფლებაში მოსასვლელად და ხელისუფლების ასაღებად. დღევანდელმა აქციამ შემატა თუ არა ამას უფრო მეტი, ასე ვთქვათ, გაამუქა თუ არა ეს თქვენი მოლოდინი უფრო მეტად. გამარჯობათ, მოგესალმებით. მადლობა მოწვევისთვის და უკაცრავად რომ დამაგვიანდა, იმიტომ რომ აი აქციიდან ცოტა ადრე მომიწია წამოსვლა, ვინაიდან ძალიან ხალხმრავლობა იყო და გამოღწევა იყო ძნელი. ამ აქციამ რა თქმა უნდა შემატა ძალიან დიდი ფენა ასეთი რწმენის, ჩემს რწმენას შემატა, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ აქციის დამსახურება. ვინაიდან აქცია არის აქცია და აქციაზე მყოფი ადამიანების ოდენობა რაც კიდე დიდი იყოს, მაინც არის იმასთან შედარებით რა ხმებიც უნდა მიიღოს პარტიამ და ჩვენი პარტია მიიღებს იმ ხმებს, რაც საჭირო არის გამარჯვებისთვის, რა თქმა უნდა არის ბევრად მეტი. რა თქმა უნდა, მეორე საკითხია ის, რომ აქცია განწყობებს გადმოცემს და აქცია იყო მართლა ძალიან დიდი. ჩვენ დაგვიგვიანდა დაწყება, იმიტომ რომ შემოდიოდა ქალაქში და საცობები წარმოიქმნა რეგიონებიდან ძალიან დიდი კოლონები, მაგრამ მოთმინებით ელოდა თბილისის მოსახლეობა, რომელიც უკვე იქ იყო მისული და გავსებული ჰქონდა მოედანი, ამ ადამიანების მოსვლა რახან რეგიონები არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ეს რწმენა მე გამიჩნდა ჩემი 2 თვის საარჩევნო კამპანიის განმავლობაში, როდესაც მე დავდიოდი ურთულეს უბანში, როგორც არის საბურთალოს ის რაიონი, რომელიც მოიცავს ჩიქოვანი, ხილიანი, იოსელიანის ქუჩა, დოლიძე, ბალანჩევაძე და ასე შემდეგ, პეკინი, ბერბუკის ქუჩა, აი იმ მე-6 ოლქს, სადაც მე 4000-ზე მეტი ოჯახის კარი გაიღო, სადაც მე შევედი და ვესაუბრე ადამიანებს, ბევრად მეტ ადამიანს შევხვდი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ოჯახის წევრების რაოდენობა იყო განსხვავებული. რა თქმა უნდა, ყველა არ არის ჩვენი მხარდამჭერი, მაგრამ ძალიან შეცვლილია განწყობები. მე ვნახე ადამიანები, რომლებიც გულწრფელად ამბობდნენ, რომ ისინი შეცდნენ, მოტყუვდნენ, როდესაც ხმა მისცეს ქართულ ოცნებას დანაპირები დაიჯერეს, რომ მათ არ ეგონათ, მათ ეგონათ უკეთესობა იქნებოდა, რომ მერე გააცნობიერეს რამდენიმე გაკეთდა იმ წლების განმავლობაში და მე იმდენი მომხრე ადამიანი ვნახე, რომელიც გულწრფელად ამბობდა, რომ მათ 12 წელში მხარი დაუჭირეს სწორედ ქართულ ოცნებას და ამას აცხადებდნენ და ასევე თავის გულის ტკივილს გამოხატავდნენ, რომ მე რა თქმა უნდა ეს წმენდა გამიჩნდა ჩემი საარჩევნო კამპანიის დროს. აქ ჩვენ შევეხეთ გარკვეულწილად სოციოლოგიურ კვლევებსაც. გვაქვს 2 ნაკადი ინფორმაციის, ერთი რაც წამოვიდა ტელეკომპანია იმედიდან და მეორე რაც რუსთავი 2-დან, სადაც რუსთავი 2-ის კვლევები თქვენ ხართ პირველ ადგილზე. მოლოდინიც ეს გაქვთ, რომ არჩევნების საღამოს exit poll-ზე
ეს შედეგი იქნება ნაჩვენები რუსთავიორის exit poll-ით ან CSKO-ს პირველადი მონაცემები. თუ ჩემ პირად განწყობა თუ გაინტერესებს, თუ შეიძლება რომ უზრუნველესი არ ვიყო, მე მგონი დიდი ხანი იყო სოლო აქ ხალხი და მე მინდა გითხრათ, ჩემ პირადი განწყობა თუ გაინტერესებთ, მე საერთოდ მაინცსა და მაინც კვლევების და ყავის ნალექსზე მკითხაობებისაც და ასევე შეძახილების არ მჯერა. მე ვიცი რომ არის მუშაობა. საქართველოში არის ტრადიცია, რომ ერთი მხარე ამტკიცებს, რომ კვლევებში პირველია და მეორე ამტკიცებს, რომ უკანასკნელი არის ის პირველი. საქართველოში არის ტრადიცია, რომ ერთი ადამიანი ამტკიცებს, რომ იმ მიტინგზე მაგალითად იყო 100,000 ადამიანი და მეორე ამტკიცებს, რომ იყო 100 ადამიანი. საქართველოში ერთმანეთს არ ენდობიან. საქართველოში ეს სამწუხაროდ ესეა, მაგრამ თუ ჩვენ დაუკვირდებით იმას, რომ 12 წელს ვერ გავაანალიზებთ, იმიტომ რომ იქ მოხდა ესე იგი ცოცხები, რაფალიანცის ბავშვის მკვლელობის დაბრალება და ასე შემდეგ, ამიტომაც მაშინდელ ესე იგი კვლევებს ვერ მოვიშველიებთ, იმიტომ რომ სერიოზული ტექნოლოგიები იქნა გამოყენებული და ისედაც ორი ვადის შემდეგ ხალხს სიახლე უნდოდა, მაგრამ დანარჩენ კვლევებში აი იმ ორგანიზაციის კვლევა, რომელსაც იყენებს რუსთავი 2, როგორც პრეზიდენტის არჩევნებში, ისევე ადგილობრივ არჩევნებში გამართლდა და ეს გაფიქრებინებთ, რომ თქვენ უბრალოდ დობას გიჩენთ რუსთავი 2-ის კვლევების მიმართ. დობას გარდა ამისა, საერთოდ ძალიან სახიფათოა, რომ ისეთი კვლევა დაადო შენთვის, რომელიც მე სრულიად სხვა რამეს გიჩვენებს და ეს ძალიან არასწორია. განსხვავებული მოსაზრებები აქვს ბატონ გიორგის, მოდით მოვუსმინოთ შემდეგ სხვებსაც მოგცემ შესაძლებლობას. დავეთანხმებოდი, რომ თქვა კვლევებით манипуლირება ნამდვილად არ შეიძლება საზოგადოებრივი აზრის, რაც ხდება, მაგრამ მაგრამ ქალბატონის ცევდია საუბრობს იმ კვლევაზე, რომელიც ნაციონალური მოძრაობის მიერ არის ჩატარებული. ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი რუსთავი 2-ის და დაკვეთას ასრულებს და კვლევას ატარებს კომპანია, რომლის ნაციონალური მოძრაობის ლიდერის მეუღლეა დირექტორი და მისი თანამშრომლები. უკაცრავად ძალიან წელში პრეზიდენტის არჩევნებში 2012 წელს სწორედ მასეთი კვლევების მეშვეობით ნაციონალური მოძრაობა მოიგეთ exit poll-ებში, მაგრამ რაც მიიღეთ ნახეთ. ძალიან ხო უკაცრავად. უკაცრავად თქვენ მიშლებით და მე ყველაფერს ვერ გალაპარაკებ. ადგილობრივ არჩევნებზე ძალიან ხო რა. არაფერს არ გიშლით მე თქვენ უკეთეს შედეგს მოძრაობის ჩატარებულ კვლევებში ადგილობრივ არჩევნებზე ვითომ თქვენ მოიგეთ, მაგრამ კი ბატონო, მოდით ადამიანები გავასრულებინოთ ერთმანეთს, მოდით ბატონო. როდესაც პარტიას უნდა ქონდეს ნამუსი ელემენტარულად, რომ საკუთარი კვლევა არ წარმოაჩინოს საზოგადოებისთვის. შეიძლება და იგი არ შეიძლება ქონდეს პარტიას. იცი რა, კოლექტიური ნამუსიც არსებობს პარტიაში, არ უნდა არსებობდეს. თქვენ მაგას მოკლებული ხართ და ნამდვილად იცით რომ ეს ყველაფერი არ ნამუსოა. არა, პოლიტიკური. თქვენგან გასწავლით კოლექტიური ნამუსი არ აქვს ნაციონალურ მოძრაობას. რეალურად რომ ვთქვათ, ყველა პოლიტიკურ პარტია ატარებს კვლევას. ყველას უნდა, ვისაც ამის შესაძლებლობა აქვს, რომ იცოდეს გარკვეული განწყობები საზოგადოებაში. მაგრამ უბრალოდ ნამუსი უნდა გქონდეს, რომ ეს არ გამოაქვეყნო საზოგადოებრივ კარგი, გმადლობთ, მოდით ბატონ მანანას მეუსმინოთ, შემდეგ ბატონ ზაზასკის. რეალურად რომ ვთქვათ, ეს არის ყვილების კვლევა და მეტი არაფერი. სინათლე შევიტანო გარკვეულწილად, იმიტომ რომ ქალბატონო სევდია, თქვენ მოქალაქეები შეგყავთ შეცდომაში, როცა აცხადებთ, რომ დაემთხვა და გამართდა საპრეზიდენტო ადგილობრივი და სხვა არჩევნების წინ. ის იყო exit poll. exit poll ბევრად უფრო ახლოს არის რეალობასთან, იმიტომ რომ მართლა გამოსული საარჩევნოები და გამოსული ადამიანები, არა, კვლევა არ იყო, exit poll დაემთხვა გარკვეული მცირე ცდომილებით და არა, exit poll არის განმარტავს საზოგადოებისთვის, როდესაც ადამიანმა უკვე მისცახმა, გამოვიდა და ეუბნება და აფიქსირებს და კვლევა სულ სხვა რამეა. ამიტომ დაემთხვა exit poll და არა კვლევა. სანდოობის თვალსაზრისით კვლევა არ დაემთხვა, კვლევას დაემთხვა, იმიტომ რომ კვლევას ჰქონდა 23% იმას ჰქონდა 1% ნახევარი. მაგრამ იცით რა არის? ბოლოს 2012-ზე გითხარით მე და ქართული საზოგადოება მიხვდა რომ exit poll-შიც კი 2012 წლის exit poll-ში, რომელსაც ტელევიზია და ატარებდა საზოგადოებრივ მოუწყებაზე მოიგო ნაციონალური დაღდგომა და ხვალე 2 და დაკავშირებით ბატონმა სევდიამ თქვა თავისი არგუმენტი ბატონ გიორგი, რომ მაშინ მოხდა ისეთი რაღაცები, რომ ძნელია რაღაცები გავზომოთო. აი ეს იყო არგუმენტი.
exit poll-ზეა საუბარი, კვლევაზე არა, exit poll-ზე მაქვს საუბარი. 2012 წლის exit poll-ი, რომელიც საზოგადოებრივ მოუწოდა, იქ მოიგო ნაციონალურმა მოძრაობამ. თანაბრად იყო 33%. მოიგო არჩევნები იმ კვლევით. მაგრამ მე დავასრულებ კვლევებთან დაკავშირებით ჩემს აზრს. მე მგონი იმდენად დაემსგავს საქართველოს ოცნების და ნაციონალური მოძრაობის კვლევები და მე ამაში დავეთანხმები გიორგის რუსთავიორი ბუნებრივია თავისი ინტერესებიდან გამომდინარე და სხვა დანარჩენი ტელევიზიები თავიანთი ინტერესებიდან გამომდინარე და სამწუხარო რამ მოხდა ჩემი აზრით საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით მაშინ როდესაც ჩვენ გქონდა ერთადერთი შანსი გაგვეგო რეალურად exit poll-ები რამდენად ახლოს იქნებოდა და მართლაც რეალურად რა სურათი დაიდო საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ჩემთვის ძალიან სამწუხარო დაიღო ეს გეზი და ის დაჯგუფდა სხვა ტელევიზიებთან რომლებიც არ აღიქმებიან ასე ვთქვათ სრულად დამოუკიდებლად მაგრამ საზოგადოება უკვე აცრილია აი ამ ეგრეთ წოდებულ კვლევებზე მე ასე მგონია რომ ყველამ დაინახა რომ კვლევა გახდა მანიპულირების საშუალება ამიტომ მოდით მართლაც დაველოდოთ იქ გამოჩნდება რა არის და როგორ არის ჩვენ ხედავთ რომ იმდენად ახლოს არის ორივე მხარის კვლევები ერთმანეთთან და ორივეს ინტერესი იმდენად არის რომ მხოლოდ ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობა წარმოაჩინონ როგორც ბარიერ გადალახული პარტიები რომ აქ ნათელია მიზანი და ეს მიზანი აი მე მინდა დაგისვა შეკითხვა სხვა შორის პირველად არ ვსვამ ამ შეკითხვას ადრეც დამისვამ სხვებისთვის მიხეილ სააკაშვილის გზავნილი თქვენ იცით რომ მან უთხრა მოსახლეობას აქ აქცენტი ალბათ განსაკუთრებით იყო ნაციონალური მოძრაობის ხარდამჭერებზე რომ დაუჯერეთ რუსთავიორის exit polls. შემდეგ ნაციონალური მოძრაობის მეორე გზავნილია რომ ჩვენ დავიცავთ ჩვენს ხმებს. ჩვენ ვიცით რომ CSKO-ს პირველი შედეგი იქნება საარჩევნო უბნების დახურვიდან მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ. პირველი ეფექტი შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი იყოს, ხო? თქვენი აზრით, რა შეიძლება მოყვეს იმას, თუ კი რუსთავიორის exit poll-ი იტყვის, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ გაიმარჯვა და შემდეგ CSKO სხვა შედეგებს დადებს. თუ კი ეს ასე მოხდა, როგორც ახლა მე აღწერე, იმ რამდენიმე საათში რა შეიძლება მოხდეს? სიამოვნებით გიპასუხებთ პირველ რიგში მინდა საქართველოს მოსახლეობას მიულოცო ისტორიული გადაწყვეტილება დღეს მიღებული და იანვრიდან ქართველი მოქალაქეები თავის ასე ვთქვათ სანუკვარ ოცნებას აისურვებენ და ევროპის მიმართულებით აისრულებენ და ევროპის მიმართულებით გვექნება უვიზო მიმოსვლა ჩვენ მოვახერხეთ ის რომ მივიღეთ ასოცირებული წევრობა თავისუფალი ვაჭრობა გაიხსნა ნატოს სასწავლო ცენტრი სადაც ჩვენი ვაჟკაცი ჯარისკაცები თავის ოსტატობას უმაღლეს დონეზე იმაღლებენ და ამავე დროს თურმე შესაძლებელი ყოფილა რომ რუსეთთან კი არის იომო არამედ $700 მილიონი პროდუქტი გაიტანა სოფლის მეურნეობის ეს არის ძალიან კარგი შედეგი ყველა მიმართულებით არის გარკვეული პროგრესი იყო სირთულეებიც რა თქმა უნდა ამ წლებში თვითკმაყოფილებას არავინ არ არის მიცემული რაც შეეხება თქვენ შეკითხვას რუსთავიორის ეზოში გამართულმა აქციამ რომელიც ამ ტელევიზიის მხარდაჭერება გამართეს სადაც 200 კაცზე მეტი არ მოგროვდა ჩვენ დაგვარწმუნა იმაში რომ არავითარი რევოლუციური მუხტი ქვეყანაში არ არსებობს არიან უკმაყოფილო ადამიანები არიან გარკვეული მომხრეები ჩვენი რომელიც ვფიქრობთ რომ საშუალებას მოგცემს დამაჯერებლად გავიმარჯვოთ ამ არჩევნებში რაც შეეხება მუხტს ის ადამიანები რომლებიც დღეს იყვნენ მოსულები ნაციონალური მოძრაობის მხარდასაჭერად გამორიცხულია რომ რუსთავიორის exit poll-ების შემდეგ გამოვიდნენ ქუჩაში რაიმე პროტესტის შეუძლიათ პროტესტი ამას არავინ არ დაუშლის მაგრამ ქვეყანაში გამორიცხულია ყოველგვარი ძალადობრივი ქმედებები და ამის გარანტი იქნება ხელისუფლება ყველაფერი ჩატარდება მშვიდობიანად ძალიან ცუდი ინციდენტი მოხდა გუშინ რასაც აბსოლუტურად მოხდა კიდევ ერთხელ მინდა აი სამჯერ გაჟღერდა უკვე ამ პატარა ანგელოზი ბავშვის გარდაცვალების საკითხი მინდა გითხრათ რომ კატეგორიულად ვემიჯნები იქ ჩასულ პოლიტიკოსების გამოთქმულ მოსაზრებებს რომლებიც მაშინ მოხდა და მინდა გითხრათ რომ ამ ბავშვის გარდაცვალებიდან ერთი თვის განმავლობაში შინაგან საქმეთა მინისტრი, პროკურორი, გენერალური ადგილზე პოლიციის უკაცრავად პოლიციის უფროსი და ადგილობრივი პროკურორი იყო ნაციონალური მოძრაობის წესი. ყველამ კარგად იცის რომ ცხელკვალზე ნივთმტკიცებულებებს თუ არ აკრიბავ და ერთ თვეში თუ იქ ვერ მოკრიბავ რა მოხდა რეალურად, მერე იმის გახსნა არის რთული. და ასევე ვემიჯნები, თუ არ აკრიფებ,
ერთი წუთი თუ არ აკრიფენ უთქვიცებულებები და კვალი არის წაშლილი, მე არის რთული. ეგ არის თავის გასამართლებელი. უბრალოდ არ უნდა გაეცხადებინათ, რომ მალე გაიხსენოთ. ერთი წუთი დამაცადეთ რა, თუ შეიძლება დამაცადეთ და მე არ გეჩვენებთ. გიორგი, მე მგონი ზაზა ერთადერთი წარმომადგენელია ოცნების, რომელიც ამბობს, რომ ამის გამოყენება არ შეიძლებოდა და მე მინდა ჩემი პატივისცემა ამის გამო დაუდასტურო. მარტივად შეიძლებოდა ზაზა ეს პრობლემა მოხსნილიყო საერთოდ თუ ქართული ოცნება გამოვიდოდა და იტყოდა რომ შეცდომა იყო ის რაც მათ მაშინ გააკეთეს. მე წარმოვადგენ განახლებული გუნდს, რომელიც 70%-ით არის განახლებული და ყავს სულ სხვა სტილის ლიდერი გიორგი კვირიკაშვილი და ამიტომ არის პასუხისგებლობა მაინც იგივე არის. მადლობთ რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით და უკვე შევეხებით იმ თემას, რაც ორი დღეა აქტუალური საკითხია, ეს არის გუშინდელი აფეთქება გივი თარგამაძის მანქანის.